მან ისეთი ამბავი დამემართა, რომ სიკვდილს შევხვდა და თვალებს შეღონდ მართლა ხალხო. ხო, სურვი სტილი როა ვიცი, მივხვდი, მაგრამ რომლებია არ ვიცი. მადლობა. ხო, დავამთავრებ მოკლედ ისტორიას, და გოგოები ვიყავით ბევრი და პირველად ვიყავით ერთად წასულები და სანამ გავცურავდი, მაინც ვუთხარი, რომ გოგოებით კომიკი გავცურავთ ხო და იცოდნენ რომ ცურავ ვიცოდი, მაგრამ შეიძლება მოლში გავიდე, მაგრამ ცოტა მექვია ქცე. გოგოებს ვუთხარი, რომ მეთქი გავდივარ თქო, მაგრამ მაინც მომაქციეთ ყურადღებით თქო, იმიტომ რომ ეგრე შორს ჯერ არ გამიცურავს თქო რა და როგორც ჩანს, გოგოებმა დაიკიდეს, იმიტომ რომ ეგონათ რომ ცურვა ვიცოდი, კარგად და იდეაში ვიცი კარგად, მაგრამ ვიღაცას გაუგიან ჩვენს გვერდზე ისხდნენ ბიჭები, იწუნენ უბრალოდ ბიჭები და ერთ-ერთმა გაიგო, როგორც ჩანს და აი ხალხო მივდივარ, უკვე უნდა მივუახლოვდე და ჩემს თავს ვეუბნები, რომ თამთა მიდი როგორმე, იმიტომ რომ იმას დავეყრდნობი. მივცურავ და ხვდები რომ უკვე ვიღლები, მაგრამ მინდა რომ ავაჩქარო, რომ იმას დავეყრდნო მე ცოტა ხანი, რომ დავისვენებ თქო და მე უკან გამოსურვა ბევრად უფრო მარტივი, იმიტომ რომ ტალღებს მაინც აქეთ მოყავხარ და გიბიძგებს და მე უფრო მიმარტივდება ყოველ შემთხვევაში და ხალხო აი ამ სიჩქარეში რომ ხედავ თან ხო იცით ან რომ ტივტივებს ეს არ ვიცი ბუიოკი თუ რა ქვია, გგონია რომ ახლოს არის არა და ძალიან ჟორს არის. და აი ამ სიჩქარეში ეტყობა თანერბილობაზე დამეჭიმა ფეხის კუნთი. თუ წარღვი კუნთი არა წარღვი. ანუ დავიწყე ჩაყვინთვა. როგორ ყვები არ დავიწყე ყვინთავობა და აი იმდენჯერ ჩავყვინთა და ამოვყვინთა რომ უკვე წყალს ყლაპავად ყოფ, მაგრამ ეს არის აი ბოლო ის არა ქვია მაგას ვიცი რომ აი ერთიც უნდა ამოვყვინთა და აი ბოლო ამოვყვინთვა და თუ ეხაც ვერაფერი ანუ ძალიან ვერ მოკრო ვიცი რომ ვიხრჩობი ანუ ოღონდ ეს ხდება წამის მიასაჩი ამას ვიაზრებ წამის მიასაჩი და ანუ მახსოვს აი ღმერთო რა დამავიწყებს მაგას რომ ბოლო ამოვყვინთვა რომ ამოვყვინთე მის წყლის ველოსიპედით მოდიოდნენ ნიტო ანუ ან ყაზახები იყვნენ ან უკრაინელები რუსები არ ვიცი ზუსტად და მაინც იმ მომენტში იქ ხალხო ანუ აი მართლა ღმერთს ვუყვარვა რომ არ ხო აი მართლა მძაფრ სიუჟეტიანი ფილმი ღმერთს ვუყვარვა ალბათ რომ ზუსტად იმ მომენტში ამ ხელა ზღვაში ის ველოსიპედი იქ აღმოჩნდა და მახსოვს რომ აი ღმერთო მეთქი ერთხელაც და ერთხელ ამოყვიდა და help თქო ძალიან ხმამაღლა ვიყვირე იმიტომ რომ ეგეც რო გავიაზრე ხალხო დახჭობის დროს გავიაზრე რომ ქართველები არ იქნებოდნენ ანუ ეგ არის მართლა ბრძოლა გადარჩენისთვის და მე ამათმა გაიგეს და გადმომიგდეს სამაშველო რაღაც ჟილეტიც არა რაღაც რგოლი მაგრამ ანუ იმ რგოლამდე ვერც მივიდოდი ვიზირებოდი და მახსოვს რომ ანუ ეგ უკვე დავიწყე ქვევით ყვინთვა ხელებს ესე იმოშვები მაგრამ მახსოვს რომ ვიღაცამ ესე ხელი მომკიდა და ამომათრია ზევით და თურმე ის ბიჭი ანუ გვერდზე გაუგონია მე რო ვიძახდი რომ ყურადღება მომაქციეთ თქო რომ გავდივარ თქო და გამომყვა როგორც ჩანს რა კი არ გამომყვა უბრალოდ მიყურებდა და რომ დაინახა რომ ყვინთაობა და ვიწყე წამოვიდა ჩემსკენ და ფაქტობრივად გადამარჩინა მე გამომიყვანეს და რო გამომიყვანეს ზვიგენებ ბაჟებ ჯამეს რო გამომიყვანეს ანუ წარმოგიდგენთ რამდენი ენერგია დავხარჯე მართლა სიკვდილს ვებრძოდი და ვიბრძოდი სიცოცხლისთვის ზუსტად 2 საათნახევარი მეძინა ნაპირზე ვერ მაფხიზლებდნენ ანუ ისეთი გონდაკარგული ვიყავი და ის ბიჭი სტუდე სხვათა შორის აი არ ვიცი რატო არ მომივიდა თავში აზრად რომ რამე საკონტაქტო ჩამეწერა რომ რაიმე ან მეკისრა მაინც ამ ბიჭისთვის იმიტომ პატარაც ვიყავი ხო 20 წლის ვიყავი მაშინ და ალბათ არ ვიცი რატო ვერ მოვიფიქრე მაგრამ ანუ იმდენად მართლა პირველად ჩავხედე სიკვდილს თვალებში რომ ანუ ბიჭი კი არა ოღონდ სახში მივსულიყავი მეორე დღემდე ფაქტობრივად მეცინა სახშიც რომ მივედით ეს გოგოები ისწრენ
ისხდნენ თუ იწვნენ იმაზე, რა ქვია, ნაპირზე და ჭორაობდნენ. მე ამისობაში კინაღამ დავეხრჩვა. ესეც ჩემი ამბავითან მე მაქვს ფობია, არ ვიცი, თალასოფობია, რაღაც ეგრე ქვია, ზუსტად არ მახსოვს. სიღრმისში მაქვს. ანუ იქ შეიძლება ძალიან სასოციალო რაღაცას ვამბობ, მაგრამ წყლის კი არ მეშინია. სიღრმის მეშინია, ანუ ჩემს ქვევით რო ვიაზრებ, რომ რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა და არ ვიცი რა ხდება.